ჯოჯოხეთი ქალაქის ცენტრში, ასე უწოდებდნენ მეტეხის საპყრობილეს, რომელიც მაშინ ჩვეულებრივ მოქალაქეებშიც განსაკუთრებულ შიშს იწვევდა. ციხის 100-წლოვანი ისტორია ათასობით პატიმრის ტრაგედიას ინახავს. მეტეხის ციხეში ათავსებდნენ სამოქალაქო და სამხედრო პატიმრებს. ციხე ასევე განკუთვნილი იყო როგორც პოლიტიკური, ასევე სისხლის სამართლის დამნაშავეებისთვის. მე-19 საუკუნემდე ამ ადგილს მხოლოდ სულიერი დატვირთვა ჰქონდა. დედაქალაქს გალავან შემოვლებული უძველესი ტაძარი ამშვენებდა. მეტეხის ანუ ისნის ციხე, რომელიც ორი სახელითაა ცნობილი, პირველად აბო თბილელის წამებაშია მოხსენიებული, უფრო კონკრეტული ცნობები კი ბაგრატ მეოთხის დროს, მე-11 საუკუნის შუახანებში გვხვდება. თბილისმა ერთხელ განდევნა ქალაქიდან არაბი მმართველები, ჯაფარიანთა გვარის წარმომადგენლები და გადასცა ქალაქის კლიტეები, გადასცა ბაგრატ მეოთხეს. ერთადერთი გაურჩდა ისნის ციხე, რომლის მეციხოვნებმაც აყარეს ხიდი, სავარაუდოდ ის იყო მაშინ ხის ხიდი და მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს ისნის ციხის მეციხოვნებმა ბაგრატ მეოთხეს. აი მაშინ არის კონკრეტულად ნათქვამი, რომ ისნის ციხე იყო ის რომ ყავდა მეციხოვნები, იმდენად ძლიერი გარნიზონი იცავდა და იმდენად ძლიერი ციხე იყო, რომ მთელი ქალაქი ჩააბარეს ბაგრატ მეოთხეს, მაგრამ ისნის ციხემ გაუწია წინააღმდეგობა და არ დანებდა. აი გვაქვს მაშინ აი მე-11 საუკუნის შუა წლებში ესეთი კონკრეტული ცნობა. ვინ დააარსა ძველი მეტეხის ციხე და რომელ წელს უცნობია. აქვე ტაძრის გვერდით მდებარეობდა საქართველოს მეფეთა სასახლეც, რომელიც დამპყრობლებმა არაერთხელ დაარბიეს და გადაწვეს. მათი რეზიდენცია სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო დაახლოებით იმ ადგილზე, რომელიც მერე უკვე რეკონსტრუქციის შემდეგ მოიჭრა და განადგურდა. ეს არის მეტეხის ტაძრის მთავარი შესასვლელის ქვემო ნაწილი. ორი ტერასად იყო, ერთი ტერასა უშუალოდ მეტეხის ტაძარი, სადაც მდებარეობდა და მეორე ტერასა, სადაც დღეს ახლა საავტომობილო გზაა, აი ამ ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო ის ძველი სასახლის ნაშთი, რომელიც სასახლეში ცხოვრობდა დავით აღმაშენებელი, რომელიც სასახლეში ცხოვრობდა თამარ მეფე და რომელიც სასახლეში ცხოვრობდნენ ერთიანი საქართველოს მეფეები. მე-17 საუკუნისა და მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში მიტოვებული ეკლესია და ციხე სპარსელებისა და თურქების ხელში აღმოჩნდა. 1758 წელს კი მეფე ერეკლე მეტეხის ციხე ბრძოლით აიღო და დამპყრობლების მიერ დანგრეული ტაძარი აღადგინა. ამის აღნიშვნელი წარწერა კი ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზეა ამოკაწრული. მეფე მირაკლი ეს ციხე მტერსად წაართო ძალადო. აიღო ჯვარი ქრისტესი წინ მოიმძღვარა ფარადო. დაიხსნა ეკლესიანი, ახლა აქუს საყდრის კარადო. ღვთის მოყვარეს ხელმწიფესა, ასე სჭირს ამის გვარადო. ღვთის სადიდებლად, მეუხად მეფის, ეკლესია. გენერალი ერმოლოვის დროს მეტეხის ციხის პირვანდელ სახეს წერტილი დაესვა. 1819 წელს რუსეთის მთავრობა მის ნაცვლად სატუსაღო ააშენა. ერთ დროს ყველაზე სასტიკი საპყრობილის ისტორიას დღეს ეკლესიის ფასადზე ყოფილ ტუსაღთა მიერ სხვადასხვა წლებში ამოკაწრული ეს წარწერები ინახავს. თუმცა ეს ტუსაღური ბარბაროსობაც თბილისის ისტორიის ნაწილია. მე-19 საუკუნეში ციხის ერთ-ერთი პირველი პატიმარი დეკაბრისტი ბესტუჟევ მერლინსკი იყო. მწერალი მაქსიმ გორკი, სტალინი, კალინინი, კურნატოვსკი, კამო, ფილიპე მახარაძე, ლავრენტი ბერია ეს იმ ცნობილი ადამიანების დაუსრულებელი ჩამონათვალია, ვინც მეტეხის საპყრობილეში იმყოფებოდა. იმ გამოქვაბულში მისასვლელად, საიდანაც პატიმრები თავისუფლებისკენ გზას ხედავდნენ, მაშველების დახმარების გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა. გზა, რომელიც სახიფათო გვეგონა, საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა. ციხის პატიმრები სწორედ ამ გამოქვაბულიდან იკარებოდნენ. მტკვარში ხდებოდნენ და ხშირ შემთხვევაში თავისუფლებისთვის სახიფათო გზის გავლა სიკვდილით მთავრდებოდა.
რევოლუციური მოძრაობის პერიოდში სასიკვდილო განაჩენის დიდ ნაწილს კარგად დაცულ მეტეხის საპყრობილის შიდა ეზოში აღასრულებდნენ. 1903 წლის 17 აგვისტოს 27 წლის ასაკში მოკლეს რევოლუციონერი ლადო კეცხოველი. ცნობილი ამბავი რა 1906 წელს არსენა ჯორჯიაშვილი კი დაიჭირეს, თუმცა ისტორიკოსთა სამართლიანი შენიშვნით ამ კაცს არა უფეთქებია ეს გენერალი გრიაზნოვი ააფეთქა სხვა, არა ის ადგილზე დაიჭირეს და შემდეგ ანციხეს ჩამოახრჩეს 1906 წლის მარტში. ლავრენტი ბერია დაიჭირეს, იმიტომ რომ კომუნისტური პარტიის საქმიანობა, მაგალითად მენშევიკების დროს აკრძალული იყო კომუნისტური პარტიის საქმიანობა. ცარისტური, ბოლშევიკური და მენშევიკური ეს ის სამი პოლიტიკური რეჟიმია, რომელსაც მეტეხის საპყრობილი ემსახურებოდა. 1918-21 წლებში მეტეხის ციხეს აქტიურად იყენებდნენ ქართული მენშევიკებიც. იგივე საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ 1921 წლის შემდეგ ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები, მათ შორის 24 წლის აჯანყების და მანამდე დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრები, ეს ადამიანები ყველა იყო აქ მეტეხის ციხეში გამომწყვეული. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ მეტეხის ციხეში ბოლშევიკებმა ათასობით პატიმარი დახვრიტეს, თუმცა საბოლოოდ მისი ბედი ამ ციხის ყოფილმა ტუსაღმა, ლავრენტი ბერიამ გადაწყვიტა. მისი ინიციატივით გადაწყდა საპყრობილის გადაკეთება ხელოვნების მუზეუმად, უფრო გვიანდელ საბჭოთა პერიოდში კი ეკლესია თეატრის ფუნქციას ასრულებდა. საერთოდ ციხე საპროფესორო თემის კედლები დაინგრა 1900 წელს, თუმცა იყო თბილისის 1500 წლის თავი. 1967 წლიდან მეტეხის პლატო დღევანდელ იერს ატარებს. ტაძრის წინ ელგუჯა ამაშუკელის ვახტანგ გორგასლის ცხენოსანი ფიგურა აღიმართა. დღეისათვის კი მეტეხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მართლმადიდებლური წესით წირვა-ლოცვა აღევლინება.